საღამომშვიდობისა ლოტოს მოყვარულნო და რა თქმა უნდა საღამო მოვიდა სრულიად საქართველოში 19:45 წუთი და დიახ ონლაინ პლატფორმა საქართველოს ეროვნული ლოტარიის ჩვენს ყოველდღიურ ოქროს და ძალიან საინტერესო და ლამაზ გათამაშებას ეთმობა დღევანდელი დღე უნდა დავიწყოთ რა თქმა უნდა ისტორიული ფაქტი 1919 წელს უნდა წავიდეთ მეგობრებო 1919 წელს დაიბადა ნატ კინგ კოული ამერიკელი ჯაზმენი პიანისტი მომღერალი სიმღერების ავტორი მიუხედავად იმისა რომ ის ინსტრუმენტს პიანინოს ფლობდა ჯაზის მიმართულებით სრულყოფილად ცნობილი გახდა მაინც თავისი ნაზი ლირიული ხმით 40-ზე მეტი ალბომი აქვს ნატ კინგ კოულს გამოშვებული და ჯაზის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან მუსიკოსად ითვლება და აი სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით დავიწყოთ 2329 ტირაჟი ლოტო 535 ოქროს ბურთის 111000 ლარზე მეტი ჯეკპოტი და 48000 ლარზე მეტი მეორე კატეგორიით აბა სამუშაო კვირა ნახოთ როგორი იქნება ჩვენთვის და რაც თავრე როგორი იქნება თქვენთვის 3 2 1 დავიწყეთ და ვნახოთ რა ხდება თქვენთან ბილეთებში შახედეთ კარგად და შემდეგ დავაკვირდეთ ლოტოდრონს რა ხასიათზეა რა განწყობაზეა რა ვიცი ოქროს ბურთი არც დღეს გვაწყენდა ლოტოდრონ ძალიან კარგი ბიჭი იქნები თუ ჩამოაგორებ ამ 5 ბურთში სადღაც შუალედში პირველი ბურთი არის 11-მა გახსნა 2329 ტირაჟი პირველი ბურთი ცნობილია მეგობრებო მეორე ბურთის ამოცნობის დრო არის და აბა ვინაჯობებს მიდიოდა ბრძოლა ბურთებს შორის და 20-იანმა იმარჯვა და ჩამოგორდა 11-ის გვერდით ორი ბურთი უკვე ცნობილია 11 და 20 2329 ტირაჟი აბა ნახეთ არის თქვენთან 11 და 20 მესამე ბურთიც იქვე მალევე გაიმარჯვა ერთიანმა გაიმარჯვა და მესამე ბურთი გვაქვს უკვე ცნობილი და ის არის ერთიანი 11 21 მეოთხე ბურთის ჯერია ვნახოთ აბა რა იქნება მეოთხე ბურთი რა იქნება მიდის კიდევ დავა და შეტევები ბურთებს შორის აბა და რამდენი ხანი იბრძვიან აბა და იმარჯვა მეოთხე ბურთად 34 ჩამოგორდა 2329 ტირაჟში და საბოლოო კომბინაციაში მანაც დაიკავა ადგილი და მეხუთე ბურთი იქვე დღეს ოქროს ბურთის გარეშე ვართ და არის 11-მა დაიწყო 12-მა დაამთავრა 2329 ტირაჟის საბოლოო კომბინაცია და ზოგადად საბოლოო კომბინაციის დროს რას ვაკეთებთ დიახ ვიმეორებთ ყველა ერთად არც ახლა გამოვტოვოთ მეგობრებო წავიდა 11 20 1 34 და 12 11 20 1 34 და 12 შედეგებს ველოდებით ოქროს ბურთის გარეშე ვარ და ამიტომ ჯეკპოტი დღეს არ გათამაშდება იქნებ მეორე კატეგორია მანამდე ჩვენი YouTube არხი უნდა გამოიწეროთ აუცილებლად და რა თქმა უნდა ლოტო წერტილჯის უნდა ესტუმროთ სამშაბათს ანუ ხვალ მეგობრებო ლოტო 535-ის დასრულების შემდეგ ონლაინ ეთერი როგორ იქნება პირდაპირ 1 საათში უკვე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 642-ის მორიგი ტირაჟი გელოდებათ 1,900,000 ლარზე მეტი ჯეკპოტი და თუ სახელიდან არაპირებთ გასვლას თან ამბობენ ხვალიდან ამინდები კიდევ გაუარესდებაო მოკლედ ლოტო წერტილჯი ამაში დაგეხმარება და ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ ორივე ლოტოს ბილეთები რა ხდება ჩვენთან 661 გამარჯვებული ასე ვიცი მეხუთე მეოთხე კატეგორია თავისთავად და მესამეში ერთმა თქვენთაგანმა იმარჯვა და 360 ლარი ერთი თქვენთაგანის მფლობელობაში გადმოვიდა დღეს საღამოს აი ამ დროს ასეთი ამბავი იყო დღეს ვნახოთ აბა ხვალ რა მოხდება ხვალ ანანოს ჯერია და ანანო გვეტყვის 2340 ტირაჟის ამბებს აბა ყველას მოგება